ხოლო ღმერთმან და კარგია, ნახეთ როგორი რამ წერია. არა ღმერთმან არა ზოგადად, არამედ ღმერთმან მოთმინებისამან. თუ მოთმინება არა გაქვს, ღმერთი შენი ღმერთი არ არის და ნუგეშინის ცემისამან. ასეთ შემთხვევაში ღმერთი განუგეშებს, ანუ უიმედო ადამიანთან ღმერთი არ არის. სასოწარკვეთილთან, დეპრესიულთან ის განაგდებს ღმერთს თავის გულიდან. ესე იგი ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშენის ცემისამან მოგეცით თქვენ იგივე ზრახვა ურთიერთარს ქრისტე იესოს მიერ. ნახეთ რა საოცარ ამას ამბობს. იგივე ზრახვა, იგივე ფიქრი, იგივე განცდა, იგივე გულის სიტყვა, იგივე ურთიერთობა ერთმანეთში, იგივე ხედვა ერთმანეთისადმი, იგივე გონიერი ურთიერთობა ერთმანეთისადმი, როგორც ქრისტე იესოს მიერ. ამითაც ჩვენ ქრისტეს გავართ, ქრისტესნაირები ვართ, ყველა არ ქვია სახელი ქრისტესი, ქრისტესავით ვიქცევით, ქრისტესავით ვცხოვრობთ, ქრისტესავით უყურებთ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ქრისტეს მარჯვნივ დავჯდებით მარადისობაში, იმიტომ რომ ისეთები ვართ, როგორიც ის არის. იონე მოციქული ხო პირდაპირ ამბობს, თუ ჩვენ ცხონდები და გარდავიცვლებით ასე ცხონებულნი, ვნახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორიც ის არის. ისეთები ვართ, როგორიც ის არის. გესმით, რამხელა კადნიერი სიტყვებია, მაგრამ აი გამოცხადებით ეს მოგვეცა ჩვენ. ამიტომ ნებისმიერი ჩვენი მცდელობა თავით გავინთავისუფლოთ ამ პასუხისგებლობისგან, რომ არა, თლათ მე ესე არ შემილია. ეს ცოტა რა, ეს არ შეიძლება, რომ ჩემთვის კი ეს სიმდაბლით შეიძლება უთქვათ, ხო, ეს ამეკითხავს, რომ აი სასუფეველის კარებთან ვეგდო, თუნდაც არ შემიშვან იქვე ჩემთვის. სიმდაბლიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, ეს არის ასკეტური სიმდაბლე, მაგრამ არსებობს საღვთისმეტყველო მდგომარეობა თითოეული ჩვენგანის გამოცხადებით მოცემული, სადაც უფლება არა გაქვს უარი თქვა იმ დიდებულებაზე, რომელსაც უფალი გთავაზობს გეუბნება, შენ უნდა დაჯდე ჩემს მარჯვნივ. და ამაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ჩვენ ვაცუდებთ, ვუგულებელს ყოფთ ქრისტეს გაღებულ ტანჯვას და ტკივილს და სისხლს ჩემთვის. ჩემთვის იმიტომ მოკვდა, რომ სადღაც ვეგდო, ჩემთვის იმიტომ მოკვდა, რომ ის მარჯვნივ დამისვას. ასე მხედავს მე ქრისტე. ასე მხედავს და ამაზე უარის თქმა განამკრახელობა არ არის.